ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სამოქმედო პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯერ კიდევ უფრო ადრე დაწყებული არის ლუსტრაციის კანონი. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ლუსტრაციის კანონი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ ისეთი პრობლემებისგან, რომელიც დღეს შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვების იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა შევაგროვოთ, რათა მერე ვერავინ ვერ მოახერხოს აი ამ ინიციატივის გაჩერება, დაბლოკვა და ამისთვის ხელის შეშლა. ლუსტრაციის კანონის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მავნე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გავლენისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო და სახელმწიფო მმართველობა. ამ კანონის მიხედვით იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ მიზანმიმართულად კგბ-სთან და მის შემდეგ მემკვიდრე ორგანიზაციებთან ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ აეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და ასევე სახელმწიფოსთან რაიმე საკონტრაქტო ან რაღაც სხვა ურთიერთობები. ეს იქნება ერთ-ერთი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, წარსულისთვის თვალის გასწორება და საზოგადოების ინფორმირება და განათლება იმის შესახებ, თუ რამხელა უბედურება მოუტანა საბჭოთა კავშირმა საქართველოს.